ვაგრძელებ ჯანსაღი დაბალკალორიული რეცეპტების სერიებს. Როგორც ვიკვებოდი ხოლმე მშობიარობის შემდეგ, რომ წონის ყლებაში წავსულიყავი, მაგრამ თან ჯანსაღადაც მეყვება და ენერგია მქონოდა ბავშვისთვის. დღეს გიზიარებთ ქათმის და ბრინჯის უმარტივეს რეცეპტს, რომელსაც აბსოლუტურად ყველა მოამზადებთ და რომელიც უგემრიელესია. არის მაღალცილოვანი, დაბალკალორიული და ჯანსაღი. სანამ ვიდეოს ავიწყებდე, აბსოლუტურად ყველა პროდუქტი, რასაც ვიყენებ, დეილიში შევიძინე. მგონია, რომ რატომღაც საკმარისმა არ იცით დეილის მაღაზიის შესახებ. ესეც არის ბრინჯი, რომელსაც დღეს ვიყენებ, დეილის მაღაზიაში იყიდება. ეს არის ბასმათის ბრინჯი, რომელიც არ ეწებება, ბრინჯი, რომელიც ერთმანეთს არ ეწებება და არის სხვანაირად გემრიელი რაღაც. ჩემი ფავორიტი ბრინჯის სახეობაა, მოკლედ. ერთი პროდუქტი მინდა კიდე გაგიზიაროთ. ხშირად მეკითხებით ანასტასიას, რომელ კარაქს და რომელ ძისნაწამს აჭმევოდა. მე თვითონაც, ჩემი ოჯახის წევრებიც და ანასტასიაც მხოლოდ ნაღებზე დამზადებულ ნატურალურ კარაქს ვიყენებთ. ძალიან ბევრი ბრენდის ნატურალური კარაქები გამომიყენებია, კარგი კარაქის ზებნაში. ამ კარაქზე ვარ ჯერჯერობით შეჩერებული, დეილიში იყიდება. ფასდაკლების დროს 5 ლარად ვიყიდე ხალხო. პრეზიდენტის კარაქიც კი არ ღირს 6 ლარზე ნაკლები ფასდაკლების დროს და ეს 5 ლარად ვიყიდე. ძალიან კარგი კარაქია. აქ არის ქათმის ფილე, რომელიც დავამარინადე ლაბნეს კრემყოლში, ნიუ-იორკში, ძალიან ოდნავ ძმარში და მარილში. ეს ჩვენი დამარინადებული ქათმის ფილე ჩავდოთ გრილში, მანამდე კი მოვამზადოთ ბრინჯი. მე ზეითუნისზეც ვიყენებ, თუ არ გაქვთ ჩვეულებრივი ზეთი გამოიყენეთ, თუმცა ძალიან ოდნავ მოასხით. მოვთუშეთ ნიორი და აი ეს ბრინჯიც მოხალეთ, ასე ვთქვათ. დაასხით წყალი, დაახურეთ თავი და ჩვეულებრივად მოხარშეთ. შემდეგ მოვაყარეთ მარილი და სასურველი სურნელები. მე პირდაპირ ფლავის საკმაზი მაქვს და მაგას უშვები ხოლმე. მე ცოტა ნიორს მერეც ვამატებ, იმიტომ რომ ნიორი ჩემთვის არასდროს არის საკმარისი, ძალიან მიყვარს. თქვენ შეგიძლიათ გამოტოვოთ. და აი თქვენი უგემრიელესი მარტივი კერძით.